აჯაბსანდალი. სერია 5. პერსონაჟები. გოგა ჯაბულია. გაგა ჯაბულია. გივი ჯაბულია. ჰიპოკრატე ჯაბულია. ნათელა ჯაბულიების დედა. მაღალი ჟორა გოგას მაკაცი. ჭინჭარი ჭანჭუჭია მეზობელი. მოგესალმებით, ეს ახალი ამბებია და ეს ახალი ამბები 4 წუთია და მე მისი წამყვანი ქურცუ ქერცლიანი ვარ და ეს ახალი წელია. ეს დილით აიწყვიტა ნუგზავას ჯეკა, ვისაც გადაგიყრებათ მოერიდეთ კიკმენთ. ჰო, ავიღე ჩანთა და კიდე რამე მინდა? კაი, მოვდივარ. ალილო. ცოლად მივიდეთ, ამ კორპუსში ერთი ბებო ცხოვრობს და ირისის კანფეტებს მაძლევს ხოლმე. წაღლი, ვაიმე მიშველეთ, ვაიმე წაღლი, კოტიშინი, და ეგრე ბიჭო. აუ ეს მე რამდენი კარია ხო არ დაგითვლია. აბა მიდი დააკაკუნე აქა. უკაცრავად მე იაყოელების შეკრებაზე არ დავდივარ. წამო სხვაგან წავიდეთ. ალილო. აჰა, დაიჭირეთ. დიდი გოგო გაიზარდე შენ. მე ბიჭი ვარ. ზეგან იმ კაცმა რამდენი მოგცა ფული? ნახე მიდი. 100 ლარიანი არის? კი. ოფიციანტ, 100 ლარიანი შაომა მომეცით თუ შეიძლება. გამოფხიზდი, მოდი რამე ბიზნესი გავაკეთოთ, ფული ვიშოვოთ. ეხლა ვერ ვიზავთ მაგას, ჯერ სკოლა მოჩეს და მე არ დადეგებზე ვქნათ ეგ. ჰო, კარგად შეინახე, არ დაგივარდეს. მოგესალმებით, მე თქვენი ახალი მასწავლებელი ზაური ვარ და გეცით მეხი ყველას. ვინ თქვა? მე თქვი. შენს ვაჟკაცობაზე მსმენია. ნაყენის მანქანა რომ დადე. სულ მარტო გავაკეთეთ, ან ისეთი დაღლილი ვიყავი, ოფლიც კი წამომივიდა და მოვიწმინდე. ოჩა, მე ამაყება შენნაირი ბუხშები უმარიან თქვენ გაზიანის ქალაქში. ეხლა გამეცანით. მე პლასტილინას მეძახიან, პლასტელინა ვარ. პლასტელინას რატო გიძახიან? იმიტომ რომ ვაგზალზე ნაყიდი ლუფიანი შევჭამე. მე ციცინო შვილი ვარ. შენ რა ქვია? შენ გეუბნები, შენ. რა ქვია თქო შენ, რა, მე შემეკითხეთ რამე? შენ გეუბნები. მე გურამ შეროზია ვარ. ხო, გამეცანი აბა? მე გურამ შეროზია ვარ. ხო და გამეცანი მერე. 5 წელი დავდიოდი ბალეტზე. და და შემდეგ წყალი დავლიე და ცურვაზე შევედი. მე დალი მქვია. ჩემ სახელს რატო ეუბნები ბიჭო? რა შენ სახელს ეუბნები, მე მქვია დალი. ბიჭო,
ჩემს სახელს რატო ეუბნები თქო? რა შემსახელს რატო ეუბნები? გამოვდი, აბა გინდა სახე კალამს და გამსკავსო? შენა გინდა სახე სტადიონს და გამსკავსო? 23 კაცი ერთად გადაგივლით. რა? გაჩერდით ახლა მე გივი მქვია. წეღან რატო ჩაისუნთქე? 4-იანს და გიწერ. მე რატო? გადავედით გაკვეთილზე და გესცით მეხის ყველას. მას გივის კაღალდები ესროლეს. გივი 4-იანს გამოგაყოლებიცოდე. მე რატო? დალი გამოდი დაფაშთან. კაი. ამოხშენი. უადვილესია. ყოჩაღ დალი კიდე 10-იანს და გიწერ, კარგი ბიჭი ხარ. ეხლა გივი გამოდი დაფასთან. გივი თორე თუ ვერ ამოხსნი 4-იანს გამოგაყოლებ ძლივს. გამოვხსენი. რანაირად? კითხარეს რატო არ დაწერე ისოდა 4-იანს გამოგაყოლებ თან ჩემს უთქმელად სორცი რატო დადე? შეოიმე შენარი ბავშვების სკოლაში საერთოდ არ უნდა იყვნენ. მოგესალმებით, მე კუცუკ ერთლიანი ვარ და ეს ახალი ამბები 4-ის ოთუცია. დღეს რა ქვია გაზიანის სკოლაში გაზიანში ერთი კერა და ზუსტად ერთი სკოლა ვაქვს მარტო გაზიანში, მან და გაიხსნა ისა რა ქვია მაგას. ბუფეტში და ბუფეტში გაიხსნა რა გაიხსნა ის ახალი რაღაც დამატეს ფუდ-ხოთდოგი ქვია და მე არ მაქვს გასინჯული, მაგრამ ეხლა მაგის დამაარსებელი ეგ ადამიანი გვეტყვის თოვის საშასტაგო არს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არ ვიცით ვინ არის, პირდაპირ ეთერში ჩაგვერთმება და გვეტყვის თუ როგორ დაარსდა ის და რატომ ქვია ფუდ-ხოთდოგი. აბა გამარჯობა, აბა მე ვარ ზაური. მე ვარ ზაური და ვაარსე ფუდ-ხოთდოგი რა. მოკლედ ეხლა მოყვები ისტორიასა რა, როგორ იყო, რანაირად იყო. დილით ამ დილით ეხლა რა დილაც იყო, დილით ეგ რო დილა არის, ეგ იყო და რა ქვია hot-dogs ჭამდი რა. არა, ჯერ არ შემიჭამი, არ ჩამიკმეჩია და გავედი მერე ცოტა ხანი რა და ჩემი პატარა ლეკვი არის რა, ლეკვი ქვია და მოვიდა და შემიჭამა ის საშიშკი რაცა შიგნით და მე რომ მოვედი რა ის საშიშკი აღარ იყო და თუნ მე უნდა ჩაუფუთხებია შიგნით და მე კიდე რავი არ დავხედე შევჭამე და მომიწუნა რა და მე კიდე ჩავუფუთხებინე რა გემრიელი იყო დავხედე რა მოდი გავხსნა თქო რა ბიზნესის თემა მომივიდა ტვინში რა და აი ახლა გავხსენი რა და მობძანდით 2 ბილეთს თუ გნით კი რა და 2 ფუდ-ხოთდოგს გამოგიგზავნით მობძანდით აქ შეჭამეთ აქაც შეგიძლიათ რა. მადლობთ, ეს იყო ზაური, აუცილებლად შევჭამ, და ჩავაფუთხო და ახლა კიდე გვაქვს სხვა ამბები. დღეს საღამოს, და რა საღამოს ეხლა ჩამოვა სეფა მერაბიშვილი, რომელიც იმღერებს თავის საფილმო ლეგენდარულ სიმღერას. რა ლამაზია. 2 ცალი ფუდ-ხოთდოგი მოგვეცით, რო გაფურთხებს ეგეთი. რა გემრიელია. რა მოგეწონათ? კი, გემრიელია. ახალია? კი, დიდი ჩავაფუთხებინე ჩემ ძაღლს. ჯერ კიდევ ცხელია, მიირთვით. გივი თვალებში შეგაფურთხა. თქვენი გივის მთაზე უნდა წახვიდეთ და ეს ხმალი ჩაარჭოთ. ეს ნიშანი იქნება მათთვის. და რატო ქვია გივის მთა? შენ ძალიან დაკვირვებული ხარ. რა გქვია? მე გივი მქვია. გივი, შენ და ეს ბავშვი და ეს რაღაცა არსება უნდა ახვიდეთ მთაზე. და რატო ქვია გივის მთა? პირველად
იქ კივი ავიდა და ტუალეტი ააშენა. კარგი, წავალთ. რა ხამსაქმე ითხოვს? მოიცა, მე არ მithქვავს თუ სად არის კივის მთა. ხო, მგონი აქ უნდა ჩავარჯოთ. კი, აქ მიდი. უფ, ამ ხელა წარწერას ვერ ხედავთ? უფ. უი, ივი, შენი ბრალია, ელა მიხარ. ოპა, ჩვენ ეს შევძელით. ეხლა ტოლმორი გომორი გვეტყვის თუ სადაა გაგა. რა კარგია, გამიხარდა. ეს გამოგვივიდა. ისმენთ. სად ხართ? ჩვენ უკვე ტოლმორი გომორისთან ვართ. ჩვენ ახლა გივის ხმალი ჩავარჭეთ. ხმალი ჩავარჭეთ? ბავშვი მოკალი? მოვალ მან. არა. აი ახლა დაგირეკა უნდა მიდით რომ შეხვდეთ. საიდან იცი? ტოლმორი გომორი ყველაფერი იცის. შენთვის ავარ გათმის ბარკლის მეშინია ხართ მოგიტანთ ახლავე ფულს. შემეხიარა ხარ კი იცონი. მოიდა გაგა მოგვერა. საულ. მოგესალმებით, მე ქუსუქერცლიანი ვარ და ეს ახალი ამბები 4-20 წუთზეა. გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ამ ყველაფერს კუკუზნახა და მისი ბანდა აკეთებდა. კუკუზნახა დაიჭირეს, რადგან მან კანალიზაციაში 300-მდე ადამიანი გამოკეტა და მან 50 წლიანი სასჯელი მიუსაჯეს. დამას. ნახვამდის. რა გაყვიებთ? ყველა ყვირის დამავდი ჩვენს ვიყვიროთ. ეს არტისტი ძალიან მომწონს. სიფამირებიშვილი. შენთვის ავარ ქათმის ბარკლის მეშინია ქათმის ბატის ნუ გეჩინია. აჰა, ბიჭი გააგრძელე. გოგა, რამდენი ხანია გწინავს მალე ადექი? გოგა, სად არის?